გახსოვთ ის პერიოდი მრბოლელები ჩვეულებრივი გლადიატორები რომ იყვნენ? უბრალოდ განსხვავებით ლომებისგან ერთმანეთს ებრძოდნენ. შუბების მაგივრად კი კარბონისგან აწყობილ 300-ით მიმავალ კუბოებს მართავდნენ. მე პირადად არ მახსოვს, მაგრამ ხო ვიცი, თქვენც იცით. სამყარო რო ვითარდება, ეგეც ხო ვიცით. ტექნოლოგიები წინ მიდის, ყველაფერი ერთი შეხედვით უკეთესობისკენ იცვლება. იქ უფრო სწრაფი მანქანები, განვითარებული მეცნიერება. ბოლო-ბოლო კოსმოსში გაფრენა კეთი ფერისთვის უფრო მარტივია, ვიდრე ამ ალპინით ბოლოზე გასვლა. და თქვენ მეუბნებით, რომ 21 საუკუნეში 2025 წელს ტექნოლოგიური პროგრესის ერაში მაკლარენი ადგა და ჩვენთვის პაპაია რულსის შემოტევა დაიწყო? კი. ზუსტად ექნა. სახელი TikTok-ზე ნანახ რეცეპტს კი გავს, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად საშინელი და გაუგებარია, იმ უგემურ პროტეინის საუზმეებს, ძალით დარეკლამებულ პროდუქტებს როტენიან, არ შეედრება. ფორმულა 1 ბრუტალური სპორტია. აქ მოსახვედრად დაახლოებით იმ ყველაფრის გაკეთება მოგიწევთ, რაც არგონავტებმა გააკეთეს თავის დროზე ოქროსაწმისისთვის. უბრალოდ ამ შემთხვევაში ფოთში ჩამოსვლა არ დაგჭირდებათ. ხოლო თუ სასწაული მოხდა და მანქანაში ჩაგვსვეს და გონია თავი უკვე ქუჩში გაქვს, გვერდით გაიხედეთ. რადგან ზუსტად თქვენაირ ადამიანს დაინახავთ. იგივე კომბინიზონით, იგივე გარაჟით, იგივე ოცნებებით და რაც ყველაზე მთავარია, ზუსტად იგივე მანქანით. ხოლო ფორმულა 1-ში თანაგუნდელი იმ შენ ნათესავს გავს თვალებში რო გიცინის და Facebook-ზე ფოტოებსაც არ გილაიქებს. ხშირად ბევრს უჭირს იმის გაზრება, რომ ფორმულა 1 გუნდური სპორტია და შედეგს მხოლოდ ერთი კაცის საჭისტრიალი ვერ მოიტანს. განსხვავებით სხვა სპორტებისგან აქ გუნდელი პასს ვერ მოგცემს. მაქსიმუმ კედელზე აკაკრას. ფორმულა 1-ის მთავარი ხიბლი მხოლოდ რასაზე რბოლა არაა. მთავარი რბოლა გუნდებს შორის თავიანთ ქარხნებში იწყება. ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რომ ზოგ გუნდს სწრაფი მანქანა ეყოლება და ზოგს ნელი. მაკლარენის კონკურენტი ალპინი ფიზიკურად ვერ იქნება. მაგრამ იცით ვინ არის ალპინის მთავარი მეტოქე ტრასაზე? მეორე ალპინი. პილოტის დანიშნულებაა გუნდში ბოლიდის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. სწორედ აქ ჩანს რომელი პილოტია უფრო სწრაფი და რომელმა უნდა ეძებოს ახალი სამსახური. მაგრამ მონასტერი სწორედ მაშინ ირევა, როცა ეს ორი ადამიანი ერთმანეთში ბრძოლას იწყებს. არა, ცუდად არ გამიგოთ. ალბათ ფორმულა 1-ში თანაგუნდელების რბოლა ყველაზე სანახაობრივი რაღაცაა მაყურებლისთვის. თუ რა თქმა უნდა ფრანკო კოლაპინტო მე-17 ადგილისთვის გასლის არ უტევს. ეს ყველაფერი ჩვენ კი ძალიან მოგწონს, მაგრამ ალბათ ამით თავი გუნდის უბრალოდ წარმოიდგინეთ. როგორ შეგრძნება, როცა შენ კონსტრუქტორის თასისთვის იბრძვი და შენი ორი მრბოლელი მე-5 ადგილისთვის ერთმანეთს ოჯახებით ენტერება. და იქ სადმე ტექნიკა თუ დააზიანეს და რბოლას ორივე გამოიეთიშა ხო საერთოდ. სწორედ რასაა სიტუაციის განმოხტვისთვის სჭირდებათ გუნდებს შეფარული რადიო მესიჯები. ამ პირდაპირ ეუბნებიან. ეს ყველაფერი თითქმის ყოველ უქმეებზე ყველა გარაჟში ხდება, მაგრამ მაყურებლებს რა უფრო დაინტერესებს თქვენი აზრით? ჰაასის დრამა თუ ჩემპიონობისთვის მებრძოლი მაკლარენის? ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მაკლარენი კონკურენტუნარიანი ბოლიდი გახდა. ხოლო თუ შემთხვევით ეს პროგრესი გამოტოვეთ, Lando 6-ის BOF-ს გადახედეთ. არსაიდან ხანდახან პოდიუმის პროსპექტი გუნდი ყველაზე ჩქარი მანქანა გახდა. ამ ყველაფერს პილოტებმაც ხარიაობეს და თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ხან Lando იგებდა რბოლებს, ხან ოსკარი. მე როგორც ერთკაციანი გუნდის გულშემატკივარი რაღა დაგიმეოთ დაბოღმილი კი უყურებდი ამ ყველაფერს. მაგრამ ეს შურისგზნობა მალევე გაქრა. სპორტში ყველაფერი გვინახავს. როგორ იწვის ერთი გუნდის ორი პილოტი ჩემპიონობისთვის, როგორ აკავებს მეორე პილოტი პირველის კონკურენტს, როგორ ეუბნებიან ფელიპე მასას რომ ნელია. Felipe Fernando is faster than you. მაგრამ ის ცირკიას მაკლარენმა 2024-ის უნგრეთში დადგა, შაპიტო ფერარისთანაც კი ვერ მიუახლოს. კვალიფიკაციის მერე ორმა მაკლარენმა პირველი ზოლი ჩაკეტა. ტრადიციულად ლანდომ სტარტი ჩააგდო და ოსკარი გადიდევდა. წესით ნორმალურ გუნდში, სადაც ორივე პილოტი თანასწორია და ერთი განსაკუთრებულად არ იბრძვის ჩემპიონობისთვის, ციყოფი მრბოლელი ხო სარგებლოს უპირატესობით. თან მით უმეტეს ისეთ ტრასაზე, სადაც ანდერკათი ისტორიულად მუშაობს. იმის შიშით, რომ ლუისი უფრო სწრაფი არ ყოფილიყო ლანდოზე, ნორისი ბოქსებში შეიყვანეს და შემთხვევით მარტო ლუისზე წინ კი არა, პირველ პოზიციაზე გამოიყვანეს. სწორედ აქ გაჟღერდა პირველად პაპაია რულსი. წესი, რომელიც ერთდროულად აღნიშნავს როგორც საწყისი სამართლიანობის აღდგენას, ასევე ბრძოლას ერთმანეთში, ოღონდ ფრთხილად. ლანდომ პიასტრი გაატარა და ავსტრალიელმა პირველი გამარჯვებას მიითვალა კარიერაში. მაგრამ ეს ყველაფერი იმ დაცინვად დაუჯდა მაკლარენს, რაც დღემდე არ აკლიათ. ამით თითქოს პაპაიების სტაფმა თავისი შემთხვევითი ანდერკათის შეცდომა გამოასწორა, მაგრამ ლანდო რატო დაზარალდა ამ ყველაფრით, ვერ გეტყვით. ავტოსპორტში წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავ შრომასთან ერთად გამართლება, ცაზე ვარსკვლავების სწორი განლაგება და ვიღაცის მარცხენა ფეხზე ადგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგრამ მაკლარენი ბეტმენის როლში რატო გვევლინება ყველა უქმეებზე და სამართლიანობის აღსრულებას ამხილა ენერგიას რატო უთმობს, ცოტა რთული სათქმელია. როგორც უკვე ვახსენე, მაკლარენის არც ერთ პილოტს გუნდის შეცდომის ხარჯზე პოზიციის მოგების უფლება არ აქვს, მაგრამ ტრასაზე რბოლა ბიჭებს ხსნილი აქვთ. ესეც რასაკვირველია წესების ფარგლებში. ამის ნათელი მაგალითი ვიღილეთ ჩარჩენდელ მონცაზე, სადაც ლანდოს პირველ წრეზე ოსკარმა გადაასწრო. მერე ლეკლერმაც. მერე საერთოდ სტრატეგიაში დაგონდნენ პაპაები და შავმა ტიფოზები ატირა. წლევანდელი ავსტრია, სადაც ოსკარი სამჯერ კიდაღამ ჩაეხუტა ლანდოს გადასწრების მცდელობისას. მერე კი ჩამოაშორეს, მაგრამ გუნდისგან მიცემული დავალება კი იბრძოლეთ ბიჭებო ერთმანეთში ჩემპიონობისთვის, მაგრამ არ დაიმჭრეთ. დაახლოებით იმას გავს ეზოში სათამაშოდ იმ პირობით რო გიშვებდნენ, თუ არ გაიოფლებოდი. ხანდახან ჩვენ კი არა ფორმულა 1-ის პილოტებსაც გაიქცევოთ ხოლმე.
ომმე. ამ წესებზე გადახვევები ვიხილეთ კანადაში, სადაც ლანდომ არ არსებულ სივრცეში გადასწრება გადაწყვიტა და სინგაპურში, სადაც Racing Point-ის ფლეშბექები წამოიღეს პაპაებმა. მაგრამ სრული აბსურდი ვიხილეთ ისევ მონცაზე. ოღონდ ლევანდელ 2025 სეზონში. McLaren, რომელიც ორივე პილოტის პიტსტოპის გარეშე წავიდა და უსაფრთხოების მანქანისი მეტად იყვნენ, დარჩენილები კოუზი ნასარში ჩაუვარდათ. რბოლის ბოლოს კი სოფტების გადაცემა გადაწყვიტეს. დაუწერელი წესების მიხედვით გუნდებიდან პირველი ბოქსებში ხო ლიდერი შედის. ამ შემთხვევაში პირველი მესამე ადგილზე მყოფი ოსკარ პიასტრი შეიყვანეს 46 წრეზე. ხოლო 47-ზე ლანდო. ერთ-ერთ მექანიკოს ბრიტანელი საბურავის მოჭერა დაავიწყდა და ოსკარს სასწაულებრივად ანდერკათი გამოუვიდა. ხო ყველაზე ნაკლებადაა პიასტრი ამ სიტუაციაში დამნაშავე, მაგრამ როგორც ჩანს McLaren-ში ქურდულს არ აწვევიან და ისიც არ იციან წარსულს ვინები იხსენებენ. ოსკარს შაშანდელი უნგრეთი უხსენეს და ადგილის დაათმობინეს. ამ ყველაფრის მერე რანამუსით უნდა ვთქვა, რომ სამყარო წირმიტის. ვერავინ ვერ დამაჯერეთ, რომ ეს პაპაია რულსი იმ სენა პროსტის განვითარებული ვერსიაა. რასაკვირველია, პილოტებმა ერთმანეთი არ უნდა მოკლან, მაგრამ სხვისის შეცდომის გამო ადამიანს პოზიცია დაათმობინო, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. რაც არ უნდა იყოს, ეს გეგმა მუშაობს. ლანდო და ოსკარი ერთმანეთთან ერთ ქულაში არიან, ხოლო მდევარ მაგს საკმაოდ უსწრებენ. სეზონის დასრულებამდე კი 4 რბოლაა დარჩენილი. და რა როგორ იქნება არ ვიცი. მაგრამ დიდი ალბათობით პაპაიებიდან სწორედ ის პილოტი დაამთავრებს სეზონს უფრო მაღლა, რომელიც ამ წესებს პირველ დაიკიდებს. შეუძლებელია რბოლელმა, რომელმაც მთელი ცხოვრება ამ ერთი თასისთვის გადადო, უცნაურ წესებს დაემორჩილოს. თან ეს შანსი კიდევ ექნება თუ არა კარიერის განმავლობაში არავინ იცის. თავარია ერთმანეთით ისე არ გაერთონ, რომ ორივე ჩემპიონობის გარეშე დარჩეს. რომ შევაჯამოთ, ეს თანასწორული პოლიტიკა თავიდან ბოლომდე გუნდის კისერზეა. არც ერთ გუნდში არც ერთი პილოტი, მით უმეტეს საჩემპიონო ბრძოლაში ჩართული, ვალდებული არ უნდა იყოს, რომ თანაგუნდელი მხოლოდ იმის გამო გაატაროს, რომ ბოქსებში ვიღაცას დისკრიმინანტის ფორმულა შეეშალა. სიტუაცია ბოლო რბოლებში აუცილებლად უკონტროლო გახდება. ამ ყველაფერს კი ვერც ზაკ ბრაუნის ბუნჩულა გამოხედვა უშველის და ვერც სტელას ჩაცინება. ჩვენ კი ის დაგვრჩენი ამ ყველაფრით ვისიამოვნოთ. ხოლო სანამ სიამიანად ბრაზილიის გრან-პრის ჩაუჯდებით, მანამდე წინა კვირის გათამაშებაში გამარჯვებული გამოვავლინოთ. ავიღოთ წინა ვიდეოს ლინკი. გადავიდეთ, აუიახ არა. გადავიდეთ random კომენტარის ამ მომრჩევზე. შევასრულოთ ურთულესი მათემატიკური დავალება, რომელიც არის 13 მე მგონი. კი ბატონო, 67 კომენტარი, სადაც შესული არ არის ჩემი კომენტარები, რეპლაიები და დუპლიკატები. და გავსტარტოთ. გათამაშებაში გამარჯვებული არის ლეოლ ბარსა 45-35. Red Bull-ის 20-23 ლივერი. საუკეთესო ალბათ რას ლაივში მინახავს. გიოცავ ერთგას. ძალიან დიდი მადლობა რომ ერთი გამომილოცე. Red Bull-ის 2023-ის ვეგასი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ არის ძალიან ლამაზი McLaren-ის მონაკოს ლივერი. ლეო შეგიძლია მომწერო აღწერაში მითითებულ მეილზე და გადმოგცემ შენ კუთვნილ საჩუქარს. ტრადიციულად შემდეგი ვიდეოს იდეები კომენტარებში დაწერეთ. უფრო ტრადიციულად გაგოცეთ ჩუბზე, კარგად ბრძანდებოდეთ.